გამემშვიდობის მეგობრებო, მერთმა დაგვიცოთ, მერთმა გაკურთხოთ, შეგეწიოთ დღევანდელი დღის წმინდანები, ყველა ღვთისმოშიშ და ღვთისმოყარე მართლმადიდებელ ქრისტიანს. ეხლა მინდა ორი სიტყვით თქვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ეს არის კერპ-თაყვანისმცემლობა. კერპ-თაყვანისმცემლობა პირდაპირი გაგებით, ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბების გარეშე. თაყვანისცემა კერპების და თაყვანისცემა ადამიანების. მოდი დავიწყოთ კერპებიდან. რამდენიმე ადამიანი შემოვიდა პოლემიკაში და შენიშვნა დაუწერე, რომ რაღაცა ნახე ჯვარი, მონუმენტი, ჯვარი და ჯვარცმა და წმინდა ქრისტიანული არაფერი არ იყო იქ, იმიტომ რომ იყო არეული ერთმანეთში მართლმადიდებლობა და წარმართობა. და თქვი რომ ეს არის კერპი თქო. და კოპალას გავომარჯოსო და იახსარსო. და კიდე რაღაცა ეგეთი. მე ახსენი რომ არანაირი წმინდა კოპალა მართლმადიდებლობაში არ არსებობს, არც იახსარი. და ეს არის კერპები, ეს არის ცრუ და არაქრისტიანული. მე კიდე მიუხედავად ამ ახსნისა, მაინც დაჟინებით წამოვიდა, ასე ვთქვათ, აქეთ მიიხსნიან, რომ თურმე ქრისტიანობამდე ყოფილა, ეს ყველაფერი და ისინი ჩვენი ღმერთები იყო. მე მინდა გითხრათ, რომ არც ქრისტიანობამდე არ იყო არანაირი კოპალა და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ჩემო კარგებო, ესე არ მოსულა, ციდან არ ჩამოარდნილა. იუდაიზმი სადაც წარმოიშვა, ჩვენ ვიცადაც დაიბადა ქრისტიანობა, ქრისტე იყო ებრაელი დედით და მთელი ებრაულის ჯული, ძველი აღთქმის ჯული იყო მომზადება ახალი აღთქმისთვის, მომზადება ქრისტესთან შესახვედრად. და ქრისტემ ყველაფერი არ გააუქმა, შეცვალა, გაასულიერა უფრო ეს ყველაფერი ჩემო კარგებო და ჩვენამდე მოვიდა და ბევრი რაღაცა თუნდაც ისევ ათიმცნება დღემდე ჩვენთვისაც ისევ დარჩენილი არის და ჩვენ ისევ პატივცემთ და ვალდებულები ვართ რომ დავიცვათ ის ათიმცნება, რომელთაგან ერთ-ერთი არის უმთავრესი, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს და არ აქნა თავისა შენისა კერპი და არცა მისადმი მსგავსი, რაოდენიერს ცათაშინაზე, რაოდენიერს ქვეყანასაზე და ქვეშე ქვეყანისა. კერპების თაყვანისცემა ერთ-ერთი დიდი ცოდვა არის. და წმინდა წერილში, ბიბლიაში, რომელიც მოიცავს 72 წიგნს, 26 ახალი და 59 ძველი აღთქმის წიგნი არის, იქ არსად არ არის ნახსენები, არც კოპალა და არც იახსარი. და ეს არის წარმართობა თქო, რომ გეუბნებით არის ეგრე. და თუ მე მეშლება ბიბლია გადაშალეთ და ნახავთ. და მნიშვნელობა არ აქვს ამას, ეს ქართველები სცემდნენ პატივს და არასწორად აკეთებდნენ ამას ებრაელები თუ აფრიკელები. მნიშვნელობა არ აქვს, არასწორი არის არასწორი და სწორი არის სწორი. და ის რაც არასწორია, ამას ვინც აკეთებდა, ჩემი წინაპარი იყო ეს თუ სხვისი, მნიშვნელობა არ აქვს. ის იყო ღვთისთვის მიუღებელი, ქრისტემდე იყო ის იუდაიზმი, საიდანაც კიდევ ვიძახი წარმოსდგენ პატრიარქები, აბრაამი, იაკობი, ასე რომ თქვათ, ნოე და ასე შემდეგ, წინასწარმეტყველები და რომლებიც ჩვენთვის არიან სათაყვანებელი, პატივსაცემები და სწორი ჯული იყო ეგ. და დღეს უკვე ქრისტიანობა არის. და ქრისტიანობამდე რაც იყო იმ ძველი ჯულის იქეთ, ყველაფერი არის არასწორი. მაგრამ დღეს სამწუხაროდ დღემდე ესე ესმით ადამიანებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს მთიელია თუ ქართლელია, კახელია თუ ბარისხ ადამიანი არის, სიმართლის დანახვა არავის არ უნდა. ვეუბნები ერთს, ამბობს მეორეს.
არ შეიძლება არავის ძალუც ორთა უფალთა მონებად, რომ ღმერთსაც ადიდებდეს და თან ამოდროულად კერპებს თაყვანისცემდეს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ესე გვინდა, დღემდე ესე მოვიდით 21 საუკუნეში, რომ ორივე ერთად გვინდა. ორივე ერთად, მაგიტო ვართ ამ დღეში. სამწუხაროდ პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თან გვინდა, რომ ქრისტეს თაყვანისცემდე და თან გვინდა, რომ კერპებიც იყოს ჩვენთან ერთად. ეს არ გამოვა. ამიტომ არის რომ მადლი არ არის, ამიტომ არის ამდენი განსასწრებელი არის, ამდენი პრობლემები არის ამ კუთხით, სულიერი კუთხით. ქვეყანაში ასევე ეხლა კოპალას და იახსარს რო თავი დავანებოთ, თანამედროვე კოპალა და იახსარი მიშა და ბიზინა არის. რამდენი მიშა მადიდებელი და ბიზინა მადიდებელი ყავს ქვეყანას, იმდენი მართლა მადიდებელი რო ყავდეს, ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნებოდა და შეიძლება დავითის ეპოქას გავტოვლებოდი და დღესაც გავუტოვდებით თუ სწორად მოიქცევთ. ანუ რას ნიშნავს ბიზინა მადიდებლობა და მიშა მადიდებლობა? ანუ მიშა მადიდებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს ადამიანი შეიძლება მოგწონდა, შეიძლება რაღაცები კარგი გააკეთა, გზები გააკეთა, დენი გააკეთა, მაგრამ რო გეუბნებიან, რომ და შენ რო იყავი მომსწრე იმისა, რომ პატიმრებს აუპატიურებდა, ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა და 1000 უბედურებები ჩაიდინა, ეს უნდა აღიარო და უნდა თქვა, რომ ეს ცუდია. მაგრამ ამას რო არ ხედავ და რო არ გინდა რომ ეს აღიარო, შეხარ მიშა მადიდებელი. ეხა რაც შეეხება ბიზინა მადიდებლებს. თქვენთან ძალიან დიდი პრობლემები მაქვს და ძალიან დიდი ის მაქვს, იმიტომ რომ თანამედროვეები ხართ, ჩემი თანამედროვეები ხართ და უფრო დიდი პრობლემა ხართ ამ ქვეყნის ვიდრე კოპალა მადიდებლები და იახსარ მადიდებლები. და რატო? დღეს ეხა ვისმენ, რა ვიცი, საუბრებს, ქადაგებებსაც და არ დავასახელებ ეხლა სახელებს, რომლებიც ამობენ, რომ თურმე ეს ხელისუფლება კარგია და თურმე ყველაფერი კარგად არის და თურმე ხმას ამოიღებდნენ, რომ რაღაცა ყოფილიყო რა. აგერ დევს ფაქტები. ფაქტები დევს, სადაც 100 გექტარი ტერიტორიები არის გაყიდული. 400 გექტარი არისო მინიმუმ გაყიდულიო ბაზალეთსია, წეგან ერთ-ერთმა ადამიანმა ჩამიგდო და დავდებ მე მაგ ინფორმაციას. რა ვიცი, კახეთში გაყიდულია, ქართლში გაყიდულია, კუთხე არ არის, სადაც 100 გექტარი არ არის გაყიდული. და თქვენ ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება კარგია, მოგმართავ, ეხლა სულიერი ხარ, უსულო ხარ, რა ვიცი, ვინც ხარ რა. პირდაპირ გეუბნებით, ვინც დღეს ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის, ვინც დღეს ამბობს, რომ ბიზინა არის კარგი, რომელიც 100 გექტარ ტერიტორიას ყიდის და ეს არის ფაქტებით, ვინც ამართლებს ჩემი წინაპართა სისხლით მორწყული ტერიტორიების გაყიდვას, შენ ხარ მოღალატე. აი ეს გეტყვი პირდაპირ რა, ვინც არ გინდა იყავი რა. გინდა საერო და გინდა სასულიერო. შენ ხარ მოღალატე, წინაპართა სისხლის გამღიტველი მოღალატე ხარ. ვინც ამას ამართლებს. რომ 100 გექტარი, რომელიც გაყიდა, აი იმ გამყიდველზე დიდად მეტი მოღალატე ხარ. იმიტომ რომ ის რისთვისაც ჩემი წინაპარი ეწირებოდა, შენ ამბობ, რომ ეს არაფერი არ ყოფილა. და ხელისუფლებამ მშვიდობა მომიდანა. და მე ხა პირდაპირ გეტყვით კიდე რა. მშვიდობა. მადლობა უფალს მშვიდობისთვის, მაგრამ ეს მშვიდობაც არც ეგარ არის მაგათი დამსახურება და თუ რატო არ არის გეტყვით. უფლისაგან არის მშვიდობა, ღვთისგან არის მშვიდობა და ღვთის კურთხევით არის მშვიდობა და მშვიდობა მიდის იმ ხალხზე, ვინც უფლის ნებას ასრულებს და ღვთის ნებით და ღვთის წყალობით ცხოვრობს და სწორნაბიჯებს დგავს. ბოლო წლებში რაც მოხდა უკრაინაში, სამწუხარო ტრაგედია, რაც მოხდა, რაც ვიხილეთ, მილიონობით ადამიანი დაღუპული და ტერიტორიები დაკარგული, ეს ტრაგედია მხოლოდ და მხოლოდ რომელიც გვტკივა და გვაწუხებს ჩვენს, იყო რისი დამსახურება, იცით? ცრუ პროპაგანდის და დამსახურება იმის, რომ LGBT პარადები რო ატარეს, ნატო და ევროკავშირში მივდივართო, მე იმას არ ვამბობ, რომ არა ვიღაცა ყველას აქვს უფლება სადაც უნდა იქ წავიდეს, მაგრამ რის ფასად და რის სანაცვლოდ და ხმარო არავინ არ ამოიღო მაგაზე. და მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენთან რა ხდებოდა? ანუ ღვთისაწინააღმდეგო ქმედებები გააკეთეს და ნაბიჯები გადადგეს. და ჩვენთან რა ხდებოდა? ჩვენმა ხელისუფლებამაც იგივე გააკეთა. რა გააკეთა?
LGBT პრაიდების ჩატარებას მწვანე შუქი აუნთო და ჩაატარებდნენ კიდევაც რომ არა ქრისტიანულად, კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გამოვედით და დავდექით ერთად და ვთქვით, რომ საქართველოში არ ჩატარდება LGBT პრაიდები. და თუ ჩატარდებოდა, დამერწმუნეთ, რომ აქაც ცეცხლის წვიმა იქნებოდა ზეციდან. პირდაპირ გეუბნებით რა. ეს იმას ანიშნავს, რომ ეხლა ვიღაცა ჩემ ქვეყანას დაბომბავს, მე ეს გამიხარდება და ცუდი იქნება, კარგი იქნება, კარგი კი არ იქნება, ცუდი იქნება და მეც გავალი იმის წინააღმდეგ და მეც შეიძლება იქ აღვესრულო, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს ეხდება. აი ის მშვიდობაც არ არის თქვენი დამსახურება, რო იკვეხით რა. ის მშვიდობაც აი ამ ხალხის დამსახურება არის, ვინც გამოვიდა და უღმერთობას სოდომიტურ ცოდვის წინააღმდეგ დადგა. და სამწუხაროდ დღეს გეუბნებით, რომ ქვეყანა იყიდებაო, გამოდიხართ აქ და უსირცხვილოდ ქადაგებთ, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და თურმე ბიზნეს დამსახურებაა მშვიდობა და თურმე არაფერი არ ხდება. და ასობით გექტარი რო არის, მარტო ბაზალეთში მინიმუმ 400 გექტარი ტერიტორია, კახეთში აგერ სოფლები არის, რომელიც არაბული სოფლები შენდება და აღარ ვლაპარაკობ იგლი ჰილსის იმაზე, რომ ორი ქალაქის აშენებას რო გვიპირებენ, ხო? ეს არაფერი არ არის და მაშინ თქვენი ლოგიკით, ჩვენი წინაპრები გიჟები ყოფილა. მაშინ არ გაბედოთ, პირდაპირ გეტყვით და წმინდა დავითის წინაშე არ დადგეთ და პატევა არ ითხოვთ, ან შეწენა არ თხოვთ, წმინდა დემეტრეს არაფერი არ თხოვთ, წმინდანების წინაშე არ დადგეთ და არ ილოცოთ, ვინც ესე ფიქრობთ, ვინც ესე აპრავებთ, ბოდიში ამ სიტყვაზე ამართლებთ ხელისუფლების უღმერთო ანტიქართულ ნაბიჯებს, არ გაბედოთ და ქრისტე აღარ ახსენოთ, არ გაბედოთ და წმინდა დავით აღმაშენებელი, წმინდა დემეტრე თავდადებული აღარ ახსენოთ, მაშინ სანთელი დაუნთეთ ბიძინას და სანთელი დაუნთეთ მიშას, იახსარსა და კოპალას. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. კერპთა ყვანისმცემლობა არავის მონებს ორთა უფალთა მონებად ან ღმერთი ადიდეთ, ან კიდე კერპები. სამწუხაროდ საქართველოში დღეს არიან კერპთა ყვანისმცემლები უფრო მეტი, ვიდრე მართლმადიდებლები. და სამწუხაროდ ისინიც კერპთა ყვანისმცემლები ხართ და კერპთა ყვანისმცემლობაში ხართ, ვინც სდუმ ხართ, ვინც ჩუმად ხართ და ვინც ხმას არ იღებთ. აი ამას გეტყვით. სიმართლე ტკივნეულია და სამწუხარო. ღმერთმა ინებოს, რომ თითოეული ჩვენთაგანი გამოვიდეთ კერპთა ყვანისმცემლობის ძიმე ცოდვიდან და მართლმადიდებლები გავხდეთ. მართლის მადიდებლები. აი რომელიც მეტყვის, რომ კარგი არისო, ხო? რომელიც მეტყვის, რომ კარგი არისო, წინაპართა სისხლით მორწყული მიწის გაყიდვაო, მაშინ დამისაბუთოს, რატო იბრძოდა დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, წმინდა თამარ მეფე. რავი, მითხარით მაშინ და მაშინ ეგ თქვით, რომ ისინი გიჟები იყვნენო. მაგას ვერ იტყვით, ვერ გაბედავთ. ვერ გაბედავთ, იმიტომ რომ არასწორი იქნება. აი ეგ არის სიმართლე. მერთმა სინანული მოგმადლოთ ყველას, ვინც ცრუ ქადაგებას და ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ და ქართულ ხალხს თვალებში ნაცარს აყრით. ღალატი არის ღალატი, ქართული მიწის გაყიდვა არის ღალატი და ვინც მაგას ამართლებთ, ხართ მოღალატეები. და ასევე ვინც კოპალასაც აღიარებთ და იახსარსაც და თან ქრისტეს ხართ, თქვენც არ ხართ ქრისტიანები, პირდაპირ გეტყვით, ამას ცუდად არ გეუნებით, გულის ტკივილით გეუნებით. ან ერთი აღიარეთ, ან მეორე. სხვა გზა არ არსებობს. ორი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არის ერთი და სიმართლე არის ერთი. ამიტომ ერთ გზაზე დადექით და შეუდექით ქრისტეს. მე მოგვიანებით დავდებ კიდე და ჩავაგდებ კომენტარების სახით. თუ რამდენი გექტრები არის გაყიდული ვიდეოები, თუ როგორ ყიდიან ქართულ მიწებს და არ გაბედოთ, არავინ არ გაბედოს, რომ ქართული მიწების გაყიდვა გამართლოთ და ხალხს თვალებში ნაცარი აყაროთ, თორე ნაცარ მიყრილი თქვენი სახელი და საფლავები დარჩება ბოლოს. სამწუხაროდ. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ. ღირსეულო, არ გაყიდულო, არ შეშინებულო და არ მოსყიდულო ქართველებო, გენაცვალეთ.